30 წელი ერთი ორგანიზაციისთვის, ერთი იდეისთვის, ერთი საქმისთვის. ეს მხოლოდ დროის მონაკვეთი არ არის. ეს არის გზა, რომელიც გამოცდილებით, ერთგულებითა და მუდმივი წისვლით შეიქმნა. გზა, რომელიც 1995 წლის აპრილში დაიწყო იმ ადამიანების ინიციატივით, რომლებმაც თავად გამოსცადეს ომისა და დევნილობის სიმძიმე და მაინც შესძლეს საკუთარი ტკივილის მიუხედავად სხვებისათვის დახმარების ძალა ეპოვათ. ასე დაიბადა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა. იმ დროს არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა მომავალი. არც ის იყო ცნობილი, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს გზა, მაგრამ ერთი რამ თავიდანვე ნათელი იყო. როდესაც ადამიანს თანადგომა სჭირდება, ყველაზე მნიშვნელოვანია მის გვერდით ყოფნა და დახმარების გაწევა. და ალბათ სწორედ ამ ადამიანური განცდიდან დაიწყო ასოციაცია თანხმობის ისტორია. და ჩვენ, როდესაც დავაფუძნეთ ეს ორგანიზაცია, ჩვენ დიდხანს ფიქრობდი, როგორ უნდა დავასახელოთ და აი თანხმობა იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესეჯი, რომ ჩვენ ყველაფერი გვინდა მივახციოთ მხოლოდ მშვიდობიანი გზით. აი ეს მშვიდობა ჩვენთვის ყოველთვის იყო ასეთი დამაფუძნებელი მნიშვნელოვანი მესეჯი ჩვენთვისაც და იმ ადამიანებისთვის, ვისთან ჩვენ მუშაობ. დღეს 30 წლის შემდეგ ეს უკვე მხოლოდ ერთი ორგანიზაციის ისტორია აღარ არის. ეს არის ათასობით ადამიანის ისტორია. ადამიანების, რომელთაც ცხოვრებასაც ასოციაცია თანხმობა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით შეეხო. ამ გზის დასაწყისში კი მშვიდობისთვის შექმნილი სივრცე იდგა. ახალგაზრდული სამშვიდობო ბანაკები, რომლებმაც ჯერ კიდევ შორეულ 90-იან წლებში გააერთიან ახალგაზრდები, რომლებსაც ერთმანეთის მოსმენა, გაცნობა და ნდობის აღდგენა სურდათ. არავის არ ჯეროდა, რომ შეიძლება რო გაიგეს. მაშინ ხო არც ინტერნეტი არსებობდა, არც კავშირი არსებობდა. აი იმისთვის, რომ მოველაპარაკოთ აფხაზებს, სჭირდებოდა იქ ჩასვლა. და ალბათ პირველი ვიყავი, ვინც ოფიციალურად წავიდა იქ ქართველი ომის შემდეგ. და პირველი ბანაკი გავაკეთეთ, რომელშიც იყვნენ ქართველი, აფხაზი და ოსი ბავშვები. სულ იყო 25 ბავშვი თავიდან. და მართლა ძალიან დიდი შედეგი მოგვცა ეს ბანაკები. აი მე ვიტყოდი, რომ თითქმის 500-მდე ბავშვი გაიარა სამივე მხრიდან. ჩვენ მაშინ ჰქონდა რწმენა, რომ დაბრუნება იქნება მალე და ჩვენ გვინდოდა, რომ ბავშვები მზად იყვნენ ამ მომენტისთვის, ორივე მხრიდან. რომ ისინი შეხვდნენ როგორც მეგობრები და არა როგორც მტრები. ასოციაცია თანხმობის მთავარი ღირებულება თავიდანვე ქალთა უფლებების დაცვა, თანასწორობა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყო. დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და მათი ოჯახები. სწორედ ისინი იყვნენ და რჩებიან თანხმობის საქმიანობის როგორც ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. მაგრამ წლების განმავლობაში საჭიროებებიც იცვლებოდა და საქმიანობის სფეროებიც ფართოვდებოდა. იურიდიული დახმარება, სოციალური ჩართულობა და ინიციატივები, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, განათლება და პროფესიული გადამზადება, ეკონომიკური გაძლიერება, მუშაობა დევნილთა ჩასახლების ცენტრებში, 2008 წლის ომით დაზარალებულთა ეკონომიკური მხარდაჭერა, ახალგაზრდული პროექტები. და რაც მთავარია, ადამიანებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა თავად შეძლონ, რადგან დახმარება მხოლოდ რთული მომენტის გადატანაში ხელის შეწყობა არ არის. ნამდვილი მხარდაჭერა მაშინ იწყება, როდესაც ადამიანს საკუთარ ძალაში და შესაძლებლობებში ისევ აჯერებ. სწორედ ამიტომ თანხმობის ისტორიაში ქალთა გაძლიერებას განსაკუთრებული ადგილი უჭერავს. ქალები, რომლებიც თავად აღმოჩნდნენ ომისა და დევნილობის მძიმე რეალობის წინაშე, წლების განმავლობაში თავად გახდნენ ცვლილებების მონაწილეები.
მათ ისწავლეს, შექმნეს, იმუშავეს, იბრძოლეს საკუთარი და სხვების უფლებებისთვის, ჩაერთნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და საკუთარი გამოცდილება სხვების გასაძლიერებლად გამოიყენეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ 30 წელმა მოიტანა. ადამიანი, რომელიც ოდესღაც დახმარებას საჭიროებდა, თავად ხდება სხვისი მხარდაჭერის წყარო და ეს წრე დღესაც გრძელდება. ალბათ სწორედ ამ წრის ძალას ყველაზე კარგად თავად ადამიანების ხმები გვაგრძნობინებს. ხმები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პროექტსა და სხვადასხვა შეხვედრაში შემოგვჭა. მოკლე ფრაგმენტები, რომლებშიც 30 წლის გზის მხოლოდ რამდენიმე წამია, მაგრამ თითოეულ მათგანში ამ გზის რაღაც მნიშვნელოვანი რჩება. 1999 წელს ასოციაციამ დაიწყო რეგიონალური პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მონაწილეები. ქსელმა მისცა საშუალება ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის თავისი გამოცდილება. როგორც მონაწილეები ამბობდნენ, ჩვენ ვსწავლობთ, ვასწავლით ერთად. პარტნიორობა რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მუდმივად გრძელდება. მოგცეს სათანადო განათლება, გამოცდილება, ტრენინგები გავიარეთ და შეგვეძლო უკვე ჩავსულიყავით სხვადასხვა რეგიონში საქართველოსი და იქ იმავე თემებზე ჩაგვეტარებინა სხვადასხვა ტრენინგები ჩვენი თანატოლებისათვის. საინტერესო პროექტი, რომელიც მინდა აღვნიშნო, ეს არის პრობაციონერების და ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის პროექტი. კონკრეტულად პროექტის ფარგლებში შევძელით, რომ 122 ბენეფიციარიდან 70 დაგვესაქმებინა. ჩვენი პროექტები ამ გამყოფ ხაზთან მიზნად ისახავს თემის აქტივიზაციას, მიზნად ისახავს ქალების და ახალგაზრდების გააქტიურებას, მათ ჩართულობას როგორც სამშვიდობო პროცესებში, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ასოციაცია თანხმობის საქმიანობა მხოლოდ დახმარებით არ შემოიფარგლება. მისთვის მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორი საზოგადოება დაგვრჩება მომავალში. ამიტომ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ახალგაზრდებთან მუშაობამ. სამშვიდობო ბანაკები, არაფორმალური განათლება, ფორუმ, თეატრი. საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ძალადობა, მულინგი, ადრეული ქორწინება, მიგრაცია. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია თანხმობა დიდ ყურადღებას უთმობს ხანდაზმულებზე ზრუნვასაც, რასაც ადასტურებს გორში, გაზრეთსა და დმანისში გახსნილი ხანდაზმულთა დღის ცენტრები. წლების განმავლობაში ასოციაცია თანხმობა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მუშაობს იმისთვის, რომ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების, ზოგადად მოსახლეობის საჭიროებებმა სათანადო ასახვა პოულს. წლების განმავლობაში მონაწილეობს შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში, რაშიც ლიდერთა აკადემიის პროექტსაც შეაქვს განსაკუთრებული წვლილი. დღეს თანხმობის საქმიანობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, ეს უკვე დიდი ქსელია და ამ დიდ გზაზე, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი იყო. ზოგიერთი მათგანი თანხმობის ისტორიაში პირველივე დღეებიდან იდგა. ზოგი მათგანი დღეს უკვე აღარ არის ჩვენთან, მაგრამ მათი კვალი ამ ისტორიაში დარჩა. დარჩა საქმეში, რომელიც დაიწყეს, დარჩა ადამიანებში, რომლებსაც გვერდი დაუდგნენ და დარჩა იმ ადამიანების მეხსიერებაში, ვინც მათთან ერთად გაიარა ეს გზა. ასოციაცია თანხმობის 30 წელი მხოლოდ იმის გახსენება არ არის, რაც უკვე გაკეთდა. ეს არის იმის დანახვა, თუ რამდენად ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეტოვიან და საერთო საქმისთვის ერთიანდებიან. ორგანიზაციის სახელით თანხმობა თითქოს სწორედ ამ გზას გამოხატავს. თანხმობა მშვიდობაზე, თანხმობა თანასწორობაზე, თანხმობა ადამიანის ღირსებაზე, თანხმობა იმაზე, რომ უკეთესი მომავალი უბრალოდ მოლოდინი არ არის, ის ყოველდღიურად იქმნება. დიახ, 30 წელი მხოლოდ წარსული არ არის. 30 წელი არის ის გზა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და გზა, რომელიც კვლავაც გრძელდება.